15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელობა მიულოცა. მინისტრმა სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესი ათგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით მისივე თქმით გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ყველა ბავშვს მინდა რომ ჰქონდეს მტკიცე ურყევი ჯანმრთელობა. ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ბევრი გულშემატკივრობს ამას ყველაფერს და მე მინდა მათი სახელითაც და ყველა სახელით დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც მუხჩაუხრელად იბრძვის, რასაც ქვია თითოეული ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი არის ბედნიერება ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და რაც მთავარია იმედის ხვებისთვის, რომ ეს გამოჯანმრთელება არის ახლოს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პაციენტი გაეჭეროს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, განსაკუთრებით ჩემი შვილისთვის. უბედნიერესი ადამიანი ვარ დღეს, რომ დღეს ჩემი ანის გამარჯვების დღეა. ჩემი ანი დღეს მგონია რომ მეორედ დაიბადა. ეს პირველ რიგში უფლისნებით და მეორედ აი ჩვენი კლინიკის უდიდესი კმაყოფილი ვარ. საუკეთესო გუნდი